გაქცეული პატიმრის საქმეზე დასმულ კითხვებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გაექცა. უკვე ერთი კვირაა გიორგი მღებრიშვილის უწყება დუმს და არ სურს საუბარი თუ როგორ მოახერხა მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა ერთ-ერთი ყველაზე დაცული ტერიტორიიდან მიმალვა. დღეს კურიერმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მეორე ბრალდებული ზურაბ ქუთელია სპორტ დარბაზში იმყოფებოდა. მარიამ გაფრინდაშვილი მუშაობდა თემაზე და ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება. მარიამ, გაქცეული პატიმრის დედამ პირველი საჯარო განცხადება შენთან გააკეთა. რა სითხოს ლია ბეჟაშვილი და რა პრეტენზიები აქვს მას ძალოვან უწყებასთან? დიანა, გაქცეული პატიმრის დედა პირველ რიგში სთხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დროულად დაადგინონ სადიმყოფება მისი შვილი, რადგან ბექა კირვალიძის დედას არ სჯერა, რომ მისმა შვილმა შეძლო გაქცევა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დაცული შენობა და ასევე ის შეიყვანეს პოლიციის განყოფილებიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე შეიარაღებულ პოლიციელთან ერთად. ასევე ბექა კირვალიძის დედამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე ერთი კვირა ის ადვოკატთან ერთად სთხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აჩვენონ კადრები, რომელიც წესით უნდა იყოს გადაღებული წინასწარი დაკავების იზოლატორში და ამით კირვალიძის დედა ამბობს, რომ დარწმუნდება, რომ მისი შვილი ნამდვილად გაიქცა, თუმცა ეს მოთხოვნა არის უშედეგო, რადგან კადრები არც ადვოკატისთვის და არც მისთვის არ გადაუციათ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყება ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად უკვე ერთი კვირა კომენტარს არ აკეთებს. დღეს ჩვენ კითხვა დაუსვით შინაგან საქმეთა მინისტრსაც, თუმცა ამ საკითხზე მან საუბარი არ ისურვა. წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს ამ თემებით შემოვიფარგლოთ, რაც იყო სხვაზე კითხვებზე ვერ მიყავს. ბექა კირვალიძეზე ამ დროისთვის ჩვენი ინფორმაციით ძებნა არის გამოცხადებული, თუმცა მისი მეგობარს ედავებიან ასევე დავით როსტომაშვილზე თავდასხმას, ის იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. ზურაბ ქუთელიას ადვოკატები საუბრობენ, რომ ის არის უდანაშაულო. დღეს კურიერმა ასევე მოიპოვა კადრები, რომელიც ამ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე არის გადაღებული. ეს მასალა სისხლის სამართლის საქმეში არდევს. რაც შეეხება ბექა კირვალიძის დედას, ის აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს პერიოდში არ დაადგენს მისი შვილის ადგილმდებარეობას, ის გეგმავს საპროტესტო აქციებს. ვიცოდე, რომ ჩემი შვილი არის აი ერთი მინდა, რომ არის ცოცხალი და კი ბატონო გაქცეულია და არის კარგად. წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაქცეული პატიმრის ბექა კირვალიძის დედა პირველ საჯარო ინტერვიუს კურიერს აძლევს. მსახიობ და პოლიციის პოლკოვნიკ დავით როსტომაშვილის ყაჩაღობაში ბრალდებულის დედას ერთ კვირაზე მეტია არ აქვს მთავარ კითხვაზე პასუხი, სად არის მისი შვილი ან როგორ მოახერხა დაკავებულმა გაქცევა ქალაქის მთავარი სამმართველოს ეზოდან ხელბორკილებით, სადაც ის 5 შეიარაღებულ პოლიციელთან ერთად შეიყვანეს. ბრალდებულის დედას არ სჯერა, რომ მისი შვილი გაიქცა და ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პატიმარ კირვალიძის გაქცევის საქმეზე მიზან მიმართულად დუმს. მე მეშინია, რომ ჩემი შვილი არ იყოს გატაცებული. ნამდვილად მეშინია, რომელიც რომ ყოველდღე დავდივარ განყოფილებაში და ვერ ვგებულობ ვერაფერს. კომუნიკაცია არ ქონია ხო ცხადია მაინც? არა, შვილო, არავინ. აი ეგ მაშინებს, არავინ არაფერი არის. ბავშვი არის აურტკლებული. რა სჭირს ჩემს შვილს, რა სჭირდება, სად აყავთ, როგორ აყავთ, მე ხომ უნდა ვიცოდე. არ მომიკლან შვილი. ხო, არ არის იმის შანსი, რომ გაქცეულიყო. რა ვიცი, შვილო, რა მოხდა? აი, დედამ, რომელიც დატოვე განყოფილებაში. მე როგორ გავიგებდი რამეს? ლია ბეჟაშვილი ადვოკატთან ერთად კვირაზე მეტია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ კამერების ჩანაწერებს უშედეგოდ სთხოვს, რომელიც პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოშია დამონტაჟებული და რომელსაც მისი შვილის გაქცევა უნდა დაეფიქსირებინა. გაქცეული პატიმრის დედა საგამოძიებო უწყებას მისი შვილის ადგილსამყოფელის დაუყოვნებლივ დადგენას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებს. გაექცეოდათ კაპეზეს ეზოდან? მე არა მგონია. რა ვერსია? არ ვიცი, ჩემმა ადვოკატმა უნდა ნახოს კადრები, რომ ნამდვილად ჩემი შვილი არის გაქცეული, რომ მე დავწყნარდე დედა მართლა გაექცა მილიციას, პოლიციას. არ ვიცი, თუ არ გაექცა და არ ანახავს ადვოკატი კადრებს, მე მთელ ქვეყანას ფეხზე დავაყენებ, სად არის ჩემი შვილი. გაქცეული პატიმრის საქმეში არის კიდევ ერთი საეჭვო დეტალი. ბრალდებულის გაქცევის შემდეგ ოჯახს შინაგან საქმეთა სამინისტროდან არავინ დაკავშირებია. სამართალდამცველებს გაქცეული პატიმარი არც სახლში და არც მის ახლო გარემოცვასთან მოუძებნიათ. ლია ბეჟაშვილი ამბობს, რომ
შვილის გაქცევის შესახებ ტელევიზიით გაიგო. არავინ არ დამიკავშირდა. ჯერ რატო არ დამიკავშირდნენ, ხო? აქამდე არაფერი არ ვიცი, მე ვიცი ის, რომ ადვოკატს დაურეკე, რომ ადვოკატთან ერთად უნდა წავსულიყავი, შევხედროდით, რომ ბავშვთან შემეშვა, მივედით განყოფილებაში, ვიკითხე გამომძიებელი შოთა. ამყევარ კიდევს და მეუნები კაცო, რაღაცე მიყევარ, ბავშვი ხო კაპეზეზია, მითხარი, რაღა გინდა. ესეთი გამომძიებლისგან მაშინ ვგებულობ, სადღაცა პირველი 2 საათის, აი ესე, საათის ვარაუდში, რომ ჩემი შვილი, ანუ გადაყვანის დროს გაექცათ. წავედი და ვიკითხე, რომ ბავშვი გაიქცა იქ. არაფერი არ მივედით მე და ადვოკატი. არავინ არაფერი არ იცოდა. როგორ მოახერხა ყველაზე დაცული შენობიდან გაქცევა? პატიმარმა საკუთარი ვერსია აქვს ადვოკატს. კირვალიძის ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულს გაქცევაში თავად პოლიციელები დაეხმარნენ. ძნელია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ შეიძლება რომ თვლიდნენ რა იყო უდანაშაულო, არ გამორიცხავ მაგ ვერსიასაც. ხო, ერთი კაცი, 3-4 ადამიანი შეერაღებული პირებიდან და გაიქცეს, ასე არ ხდება. თანაც ყველაზე დაცული ტერიტორია 3 მეტრიანი მესერით არის შემოღობილი და როგორ მოახერხა ერთმა კაცმა, ერთმა პატარა ბიჭმა სული ამ სიტყვის მნიშვნელობით 3 შეიარაღებული კაცის ხელიდან გაქცევა. ბექა კირვალიძის გაქცევის შემდეგ 9 საათში პოლიციამ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ბრალდებით მისი მეგობარი ზურა ქუთელია დააკავა. კურიერმა დღეს ის ვიდეო მასალა მოიპოვა, რომელიც ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში დავით როსტომაშვილზე განხორციელებულ თავდასხმამდეა გადაღებული. ვიდეო რეგისტრატორმა ქუთელია თავდასხმამდე 20 წუთით ადრე დააფიქსირა. ადვოკატის ინფორმაციით გამოძიება კი ამტკიცებს, რომ ქუთელიამ 20 წუთში სპორტ დარბაზიდან გამოსვლა, სახლში მისვლა, ტანსაცმლის გამოცვლა, ეზოში მეგობრებთან საუბარი, თავდასხმის ადგილამდე მისვლა და როსტომაშვილის ცემა მოახერხა. ბრალდების ხარე გვედავება, რომ თურმე პოტენციურ დამნაშავეებს ეცვათ ჯინსები და ზედა ეცვათ შავი. აღნიშნულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ჭრელი შოლტები აცვია და აბსოლუტურად სხვა ზედა აცვია. ანუ ზურა ქუთელია მიდის სახლში, ამის მოწმებიც არიან, რომ იგი სახლში ავიდა და გამოიცვალა ტანსაცმელი და ეზოში კიდე რომ ჭყალებში დააბირჟავა, ამის შემწრეებიც არიან, ის ბიჭებიც არიან, ვისთანაც ერთადაც იგი იმყოფებოდა ეზოში და შემდეგ უკვე გადაადგილდება. ლოგიკური ჯაჭვი არ გვაქვს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მაშინ უნდა გადავფრენილიყავით. აი ამ პირებით კიდე კითხვის ნიშნები შეიძლება, რატო არ დაინტერესდა პროკურატურა და რატო არ არის დაინტერესებული, როდესაც ეს აღნიშნული პირები არსებობს. ჩვენ გვიჩნდება ეს, რომ ჩვენ ვართ მძევალი აღნიშნულ საქმეში. ვიდეო ფირი, რომელიც თავდასხმის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება უნდა იყოს, გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა. გადავამოწმეთ და 4:09 იყო დაახლოებით, რომ მან დარბაზი დატოვა. კამერების ჩანაწერები ადასტურებს. კი, ჩვენი კამერების ჩანაწერები ადასტურებს. პოლიციამ თუ ამოიღო ეს ჩანაწერი? არა, პოლიცია არ ყოფილა. არც, ანუ საგამოძიებო უწყებიდან არა, არავინ არ მოსულა. ზურაბ ქუთელიას საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე კვირაში გაიმართება. სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატების ინფორმაციით სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საერთოდ არ დევს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი უკვე კვირაზე მეტია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაქცეული პატიმრის საქმეზე დუმან. რა ეტაპზეა პოლიციელების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, ამ კითხვებს არც პროკურატურაში პასუხობენ. კურიერის ინფორმაციით კი პოლიციელები, რომლებსაც პატიმარი გაექცათ, ისევ თანამდებობაზე რჩებიან.